ყველაზე ცუდი რაც მოხდა სამშობლოში, რაც გაგვიკეთა, საუკეთესო, აი ქუთაისში წარმოგიდგენიათ, გელოვანი იყო ასეთი სტუდენტი, დახვრეტილი ყავთ მარტო იმიტომ, რომ აი სადღაც რიონთან მოხდა, თურმე კიბეზე ადიოდა ეტყობა ინერვიულამ ჩეკისტების დანახვაზე და ცოტა ფეხს აუჩქარა როგორც ჩანს და გადმოუვარდა ჯიბიდან სათვალე. საკითხავი სათვალე. და იმან დახვრიტეს მარტო იმიტომ რომ მიხვდა რომ ადამიანს თუ სათვალე უკეთია, ესე იგი ეს წიგნებს კითხულობს, ამათ ჩვენი რეჟიმი არ მოეწონება. წარმოგიდგენია? ზაფხულში ჩამოსული სტუდენტი, გელოვანი გვარი. ბაშო ძალიან მაგარი რამე აღმოაჩინა ნაპოლიში, აი კვარანო ნაპოლიში თამაშობდა, წავედით ნეაპოლსკი უწოდეთ, მაგრამ სიოში ნაპოლი ქვია იმ ქალაქს, ხო იცი? იტალიურად ნაპოლია, იმათ ენაზე ნაპოლე. ის უნივერსიტეტი არის უძველესი ერთ-ერთი ევროპაში, მე-13 საუკუნისა. იმის არქივში იმის რექტორმა მითხრა, რომ მე თქვენ რომ მოდიოდითო, რომ უნდა შევხვედროდით. ესაო მე თქვენი იმას გადავხედევ რა თქვენი ქვეყნის და ჩვენთან თუმცა მე-16 საუკუნეში სწავლობდა ვიღაცა ეს ქუთაისელი გელოვანისიც რა, ამიტომ გამახსენეთ ეს გელო. წარმოგიდგენიათ, მე-16 რუსეთს რო გონიათ, ეხლა რომ ვამადრიან და პრორუსი ქართველი სხვა მოვიდა, რუსეთი რო არ ყოფილიყო, ის არ გვექ წარმოგიდგენიათ რა ტყუილია? მე-16 საუკუნეში ნაპოლის უნივერსიტეტში სწავლობს ქართველი სტუდენტი. ეს რაც არქივში ვიცი და ეხლა სხვა არ ვიცი.